როგორ შევცვალოთ ცხოვრების წესი, რომ წარმატებით ვიმშობიაროთ? ყოველთვის გვინდა, რომ ჯადოსნური აბი მივიღოთ, რომელიც ეს წამში შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ ასე არ ხდება. თავარი ისაა, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევცვალოთ ცხოვრების წესი უფრო ჯანმრთელისკენ. მაშ, რომელი ნაბიჯები დაგვეხმარება ჯანმრთელი ორსულობისთვის მომზადებაში? პირველი. უნდა გავიგოთ, რა არის ჩვენს ყოველდღიურობაში სასარგებლო და რა გვაზიანებს. ყოველ ადამიანს თავისი აქვს. ვამცირებთ მავნეჩვევებს, წყვეთ ურთიერთობას უსიამოვნო და ტოქსიკურ ადამიანებთან, მკურნალობთ ქრონიკულ დაავადებებს, ვაყალიბებთ ჯანსაღძილისა და სიფხიზლის რეჟიმს. მეორე. ვიწყებთ კვების ანალიზს. რამდენიმე დღის განმავლობაში უბრალოდ ვიწერთ ყველაფერს, რასაც ვჭამთ. შემდეგ ვამოწმებთ საკმარისად მივიღეთ თუ არა ცილა ცხიმი და ნახშირწყლები. ყოველი ჭამის წინ დაფიქრდით, ახლა და აქ როგორ შემიძლია გავაუმჯობესოთ ჩემი კვება. ამ კითხვაზე პასუხი დადეხმარებათ, აირჩიოთ უფრო ნოყიერი საკვები და გავაუმჯობესოთ თქვენი ორგანიზმის მდგომარეობა. მესამე, სასმელი რეჟიმი. არსებობს სითხის მიღების დაახლოებით ფორმულა. თქვენი წონის თითოეულ კილოგრამზე უნდა მოდიოდეს 30 მილილიტრი წყალი. თუ თქვენი კონა 60 კილოგრამი, 60-ის გავამრავლებთ 30-ზე, გამოდის 1 ლიტრი 800 მილილიტრი სიცხე, რომელიც დღეში უნდა დალიოთ. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში ეს წყალია, მაგრამ უბრალოდ წყლის ასეთ რაოდენობას ყველასთვის ადვილი არ არის დალევა. მისი გამრავალფეროვნება შეგიძლიათ კომპოტებით, მორსებით, ახლად გამოწურული წვენებით, წყლით განზავებული, მინერალური წყლის და სხვა საშუალებებით. მეოთხე, ვაუმჯობესებთ ფიზიკურ აქტივობას. მშობიარობის დროს ჩვენი სხეული დიდხანს და ბევრს მუშაობს ფიზიკურად. და რაც უფრო გამძლე და მომზადებული იქნება, მით უკეთესია. თუ შესაძლებლობა გაქვთ, იარეთ იოგაზე, აკვაერობიკაზე, ცეკვებზე ან ორსულებისთვის განკუთვნილ ფიტნესზე. თუ ასეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, უბრალოდ ფეხით სიარულით საკმარისია. სეირნობა ყველაზე იდეალური დატვირთვის სახეობაა, რომელიც ავარჯიშებს ჩვენს სხეულს და აძლიერებს კუნთებს. ჩამოიყალიბეთ ეს ჩვევები ეტაპობრივად, რომ შეძლოთ მათთან ადაპტაცია. სწორედ ეს ჩვევები დაგეხმარებათ ორსულობაში ჯანმრთელად შეხვდეთ და გაზრდის შანსს, რომ მშობიარობა მარტივი იყოს.